გამარჯობათ, ჩემო გამომწერებო და არქისტოვრებო. ეს გახლავთ ვიდეო თქვენთვის მისი ფარული ფიქრები თქვენზე. რას ფიქრობს რეალურად და რისი გამხელა მას არ სურს თქვენთვის, რას არ გეუბნებათ თქვენი ადამიანი. თქვენ ადამიანში გულისხმობთ თქვენს შეყვარებულს, თქვენს ყოფილს, ადამიანს, რომელთანაც გაკავშირებთ სასიყვარულო ურთიერთობა. შესაძლებელია ისეთიც ჩაიფიქროთ, ვისთანაც ამ მომენტში არ გაქვთ ურთიერთობა და არის დროებითი პაუზა, შესაძლებელია ჩაიფიქროთ მოქმედი პარტნიორი. ნახოთ მისი სიგნიფიკატორი კარტი, რათა დარწმუნდეთ, რომ ეს ვიდეო სწორად აირჩიეთ. ვინ არის თქვენი პარტნიორი? თქვენი ადამიანი. ესე იგი, თქვენი ადამიანი არის სამართლიანი ადამიანი, რომელიც შესაძლებელია ზოგიერთისთვის იყოს როგორც მკაცრი, ასე აღქმული, დაუშვათ მკაცრ ადამიანად ხედავდეთ თქვენ მას, ან ზოგადად საზოგადოება, ასევე ეს არის ადამიანი, რომელიც თავის გეგმებზე არასოდეს არ საუბრობს და ცდილობს იყოს უფრო ჩრდილში, ან მას ურჩევნია უფრო მეტი მოისმინოს, ვიდრე მან ისაუბროს. დაახლოებით ასეთია, ეს არის ადამიანი, რომელსაც უფრო მეტად უყვარს მოსმენა. თუ დაემთხვა ძვირფასებო განაგრძეთ. თუ სრულიად სხვა ადამიანია, ბევრს საუბრობს, არის გახსნილი ურთიერთობებში კომუნიკაბელური, მაშინ ეს არ არის სათქმელო ვიდეო და ასკროლეთ. თქვენი ადამიანის ფარული აზრები თქვენს შესახებ, რას ფიქრობს ის, ისეც, რასაც თქვენ არ გეუბნებათ. ესე იგი, ახლა გეტყვით ძვირფასებო. ძალიან ბევრს ფიქრობს თქვენი ადამიანი თქვენზე. აქ არის ასევე დარდი, ის ბევრს ასე ვთქვათ, განიცდის წარსულზე, რაც მოხდა წარსულში. რასაც ის განიცდის, ეს მოხდა უცებ მოულოდნელად. ის ამას არ ელოდა და ახლა ის არის არჩევანის წინაშე. გადმოდგას ნაბიჯი და უფრო გაამყაროს თქვენთან ურთიერთობა, თუ ჯერჯერობით თავი შეიკავოს. აი, ამას არ გეუბნებათ ის. კიდევ მისი ფარული აზრები თქვენს მიმართ. ესე იგი, ძალიან ინატრებით, ძალიან სურხართ, ვინც მართლა არ ხართ მის გვერდით, ეს არის უდიდესი სურვილი, რომ შეგეხოთ, უდიდესი სურვილი, რომ თქვენ იყოთ ხელშესახები მისთვის, ასე ვთქვათ. იწვის ნების ქარცეცხლში ადამიანი, შეიძლება ითქვას. ასევე ძალიან ინატრებით, უზომოდ ინატრებით, ამას ის არ გიმხელთ და მიუხედავად იმისა, რომ ის თვლის, რომ თვითონ არის თქვენი ღირსი, თვითონ არის თქვენი, ასე ვთქვათ, პატრონი და მესაკუთრე, მეტაფორულად, რა თქმა უნდა, მაინც ის ფიქრობს, რომ შესაძლებელია თქვენს გვერდით არის ვინმე სტაბილურად. და ამასაც არ გეუბნებათ, რომ ასეთ რაღაცას ფიქრობს. ეს არ არის ეჭვიანობა ძვირფასებო, ასე უბრალოდ თავის ტვირში დაშვებას აკეთებს ამაზე, რომ შესაძლებელია ვინმე იყოს თქვენს ცხოვრებაში. მოდი ვიკითხოთ, ეჭვიანობს ის თქვენზე? ეცეთ რას ადასტურებს კარტები, კი, ამ მაქვს დავახსენებ, მაგრამ
აქ ასეთი რაღაც ჩანს, რომ როდესაც ის ფიქრობს, რომ შესაძლებელია თქვენ გაქვთ არჩევანი, იკეტება ეგრევე ეს ადამიანი და არ სურს ამის გაგონება, არ სურს ამაზე ფიქრი, არ სურს მას. ერთადერთი, რაზეც ის ფიქრობს, არის ის, რომ თქვენ ხართ მისი საკუთრება. უბრალოდ საკითხი დგას როგორ, მან უნდა გარისკოს და გადმოდგას ნაბიჯები თქვენსკენ. სხვა ადამიანზე გაფიქრებაც კი არ სურს. ესე იგი, თვით შეფასება ამ ადამიანს არ აქვს დაბალი, რომ იფიქროს, რომ აი ვიღაცა თქვენ თავს წართმევს და ასე შემდეგ, არა. უბრალოდ ფიქრობს, რომ თქვენ შესაძლებელია გაქვთ არჩევანი. არა ერთი, ოღონდ თვითონ არის საუკეთესო კანდიდატურა, ვინც არ უნდა იყოს თქვენი, ასე ვთქვათ, თქვენ პრეტენდენტი, ასე ვთქვათ, თქვენს გულზე და ხელზე, ვინც არ უნდა იყოს, ეს არის საუკეთესო, თვითონ ასე თვლის. ცოტა დავიბენი, ავიხლართე. განვაგრძოთ, კიდევ რას ფიქრობს ფარულად, რასაც თქვენ არ გეხმოვანებთ, არ გეუბნებათ, არც გწერთ ამ თავის ფიქრებს, ფარულ ფიქრებს. თქვენ ხართ მისი სიხარული, თქვენ ხართ ის სხივი, რომელსაც სინათლეში აქვს მის ცხოვრებაში. თქვენ ავსებთ მთლიანად მის ცხოვრებას, ეს ხართ თქვენ მისთვის. და რატომ არ გეუბნებათ ამას, რატო არ გეხმოვანებთ? ის შეპყრობილია თქვენით. შეხედეთ. რომც არ იცოდეთ კარტების ცნობა, თქვენ თვითონ გამოიტანეთ დასკვნა, რას ხედავთ ამ არკანზე, რა ენერგიები მოდის თქვენი აზრით, ეს რას შეიძლება ნიშნავდეს, ვინც პირველად ხედავთ აი ამ გამოსახულებას. იმიტომ არ გეხმოვანებთ ძვირფასებო, რომ მას ეშინია. მას ეშინია, რომ აქ ესეთი ფიქრები აქვს, არ ვიცი რამდენად გავახმოვანო. იმისიც ეშინია, რომ თქვენ დაასრულეთ მასთან ურთიერთობა, ასევე იმის ეშინია, რომ დაუშვათ თქვენ მას არ მიიღებთ და მის ცხოვრებაში არის არაერთი, ასე ვთქვათ, კანდიდატურა, რომელიც სიხარულით მიიღებს მას. ამიტომ არ გეხმოვანებთ. რა ვიცი, რა ლოგიკა არის ეს. მოდი ვნახოთ, რატომ ფიქრობს ის ასე. იმიტომ, რომ თქვენ ხართ წასული. თქვენი ამას არ სჯერა. ის ელოდება თქვენგან. თქვენგან არა, უფრო ღმერთის იმედი აქვს უმაღლესი ძალების, რომ თქვენ შორის დათფება ურთიერთობა, ოღონდ ეს არ მოხდება დღეს და ხვალ. ამას სჭირდება დრო და ის მოთმინებით ელოდება ამ დროს. ეს არის ადამიანი, საქმის ადამიანი. უბრალოდ ასე სიტყვებს არზე ის არ ისურვეს. არ თვლის საჭიროდ ახლა თქვენთვის იმის თქმას, რომ თქვენ ხართ მისი მანათობელი ვარსკვლავი, თქვენ ხართ მისი აზრი ცხოვრებაში. ამის თქმას საჭიროდ არ თვლის, იმიტომ რომ დღეს ხედავს იმას, რომ თქვენის არ გჭირდებათ. ვისთანაც არ ემთხოვა ძვირფასებო, რა თქმა უნდა ასკროლეთ. ვისთანაც ემთხოვა, რჩევა თქვენთვის, როგორ უნდა მოიქცეთ ამ ადამიანთან. როგორ უნდა მოიქცეთ, რომ იყოთ ბედნიერი. აქ ძვირფასებო ასეთი რაღაცა არის, რომ აი დრო თუ არის, რომ გავახმოვანო. აქ არის ის, რომ თქვენ არ გაბრაზდეთ ამ ყველაფრისგან, იყავით პრინციპული, დაელოდეთ, თუ გიყვართ რა თქმა უნდა ეს ადამიანი,
და თქვენ ცხოვრებაში აუცილებლად დადგება ბედნიერი